ჩვენგან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მოხდა ტექნიკური ავარია, რომლის შედეგადაც თითქმის მთელი ვიდეო მასალა დაიშალა. ძალიან მწუხვართ და დიდ ბოდიშს ვიხდით ამ ფაქტის გამო, მაგრამ შესაბამისად ამ თამაშის ხილვა სრულად ვეღარ შევძლებთ. ჩვენ ასევე არაეთიკურად ჩავთვალეთ ბავშვებისადმი პატივისცემის გამო, რომ ეს თამაში ინსცენირებით აღგვედგინა, მაგრამ მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გაჩვენოთ ამ თამაშის მიმოხილვა. შეძლების დაგვარად სრულად, რა თქმა უნდა, საკვანძო მომენტებითა და კადრებით. რაც მთავარია, ჩემპიონატი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, თამაში წესებისამებრ ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული. ჩემგან ხელმარცხნივ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის 51-ე საჯარო სკოლა. ბექა, ლუკა და ბექა. და ჩემგან ხელმარჯვნივ საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა. ზუკა, ლუკა და ნიკა. თამაში ენერგიულად, მაგრამ მძიმედ დაიწყო და პირველი შეკითხვა ხუან რულფოს პედრო პარამოს შესახებ მოთამაშეებმა ვერ გამოიცნეს. ანგარიში არის 0-0 და ჯერ კიდევ გადასადგმელია პირველი ნაბიჯები პირველ ნახევარფინალში. პირველი ნაბიჯის გადადგმა მეორე რაუნდშიც რთული აღმოჩნდა, თუმცა სტუმრის მინიშნების შემდეგ უკანასკნელ წამს საგარეჯოს პირველმა საჯარო სკოლამ გარისკა. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება One Helsinki იყოს. One Helsinki? დიახ. რატომ? ნაკმენი ვამპირი, ლეგენდები ხო არსებობდა, ეს ლეგენდარი და ექიმი არ მახსოვს რამდენად არის შეიძლება. მე აქამდე რატომ არ აჭერდილად ეს სწორი პასუხია ნამდვილად? ამასობაში დადგა სტუმრის შეკითხვის ჯერიც, პოეტმა და ტელეწამყვანმა რატი ამაღლობელმა შეკითხვის დასრულება ვერც კი მოასწრო, იმდენად იაქტიურა გულშემატკივარმა. გრძელფეხება მამილო. გრძელფეხება მამილო. დიახ. რატომ ჩათვალეთ? წაკითხული მაქვს ადრე და გამახსენდა, რომ ასეთი სიუჟეტით ვითარდებოდა. ნუ თუ წაკითხული გაქვთ და ყველაფერი გაგახსენდათ, რა გაეწყობა მაშინ? ეს სწორი პასუხია ნამდვილად. მეოთხე კითხვაზე ქუთაისის გუნდმა იაქტიურა, სწრაფად აუღო ალღო შეკითხვის პირობას და ღილაკიც არ დაინდო. ამას დაჭერა არ ქვია ღილაკზე, ამას ქვია დახეთქება რაღაც, არ ვიცი, გისმენთ? ლაბირინთში მორბენალი პირველი ნაწილი. 6-1-ის შემდეგ საგარეჯო ეცადა თამაშის შემოტრიალებას, მაგრამ მეხუთე კითხვაზე პასუხის უფლება ასევე ქუთაისელებმა მოიპოვეს და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ შეკითხვას პასუხი გასცეს. გისმენთ? რემარკი. რემარკი. პირველ მსოფლიო ომში თვენახევარი იბრძოლა. რემარკი. დაკარგული თაობის წარმომადგენელი. ყოყმანი გეტყობათ, ამიტომ მეც უნდა ვაღიარო, რომ ეს სწორი პასუხია. ერიხ მარია რემარკი დამატებითი 3 ქულის მომტანი ქუთაისის გუნდისთვის 9-1 ანგარიში. საინტერესო და ნახევარფინალის სირთულის შესაბამისი აღმოჩნდა მეექვსე შეკითხვა, მაყურებლის შეკითხვა ალბერტო მორავიას ზიზღის შესახებ, თუმცა პირველი შეკითხვის მსგავსად არც ეს კითხვა აღმოჩნდა ქულების მომტანი გუნდებისთვის. კითხვის ავტორია ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლეილა ჩხეტიანი. ბოლო კითხვას ქუთაისის 8 ქულიანი უპირატესობით მივადექით, ამ თუ სხვა ფაქტორების გამო საგარეჯომ ბოლოჯერ გაიბრძოლა ძირითად რაუნდებში და შეკითხვაზე პასუხის გაცემა თავის თავზე აიღო ლუკამ. თავის თავზე აიღოთ, ფეხბურთზე აიღო თამაში, კი. იოსებ არიმათიელის მე ვფიქრობ, რომ ეს მინდა გრალი. გრალი. დიახ. გამიგულა! სწორია ეს პასუხი ნამდვილად. ყველაფერი რაც უნდა მეთქვა შეკითხვაში ლუკა თქვა. და დადგა ბლიც ტურის დრო. სამწუხაროდ ვერ ვნახავთ თუ როგორ ითამაშა ბლიცის საგარეჯოს გუნდის ლიდერმა ლუკა ქილიფთარმა, მან 11 სწორი პასუხი მოაგროვა ბლიცში, მაგრამ შეგვიძლია ვნახოთ გადაცემის კულმინაციური მომენტი, ლუკა უშვერიძის ბლიცი, საოცარი და წარმოუდგენელი თამაში და ახალი რეკორდი წიგნების თაროში. დავიწყოთ. ფრენსის სკოტ ფიჯერალდის ნაზია. სწორია, ვის კლუბზე გვიანბო ჩარლზ დიკენსმა? შემდეგი. პიკვიკის, რა ქვია მაუგლის მტერო ეპოხს? შერხანი. სწორია, რაგვარია სურამის ციხის ავტორი დანიელი? ჭონქაძე. სწორია, ვინან რამაჩუკა ძმე პევრელებს სამი ჯადოსნური საგანი? სიკვდილმა, რა ქვია სკანდინავიურ ზეცას სამყაროში? ზეცურ სამყაროს. სწორია, რაგვარია ლევ ტოლსტოის ანა? კარენინა.
სწორია, რით თამაშობენ აკამორჩილაძის სანტა ესპერანსაში ინტს. შემდეგი. ბანკოთი, ვინ არის ბეჭდების მბრძანებელში დაბრუნებული მეფე? არაგორნი. სწორია, რა ქვია სტიგ ლარსონის ცნობილ საგას? მილენიუმი. სწორია, რა ქვია მეფე ართურის კარის ჯადოქარს? მერლინი. სწორია, რომელ წელს გადაასახლეს ტიციან ტაბიძე? 1927. სწორია, სადაური მწერალია ჯორჯ ორუელი? ბრიანელი. სწორია, რობერტ მუზილის უთვისებო? კაცი. სწორია, შექსპირის რომელი პიესის გმირია შაილოკი? ვენეციელი ვაჭარი. სწორია, ვინ დაწერა მზიანი ღამე? დუმბაძე. სწორია, საიდანაა წარმოშობით დარტანიანი? გასკონიიდან. სწორია, რამდენი ძე ჰყავდა ნოეს? 3. სწორია, რა გაასაღა ნაცარქექია მხად? ყველი. სწორია, რომელი მწერლის გმირია სკარლეტ ოჰარა? მარგარეტ მიჩელი. სწორია, ანა კორძეია სამადაშვილის ვინ მოკლა? ჩაიკა. სწორია, უმბერტო ეკოს რომელ რომანში ხვდებით უილიამ ბასკერვილს? ესა ბოადის სახელი. სწორია. დრო ამოიწურა. ალუკამ დააგროვა 19 სწორი პასუხი. ახალი რეკორდი ციგნების თაროში 19 სწორი პასუხი. ჩვენი ყოველი მომდევნო თამაში უკვე ახალი რეკორდის დამყარებას ნიშნავს. ასე დასრულდა ნახევარფინალი, რომლის სრულად ხილვად სამწუხაროდ ვერ შევძელით, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად გადმოგვეცა თქვენთვის თამაშის ატმოსფერო, საკვანძო მომენტები და სიუჟეტი თუ როგორ განვითარდა თამაში. 28-15 გაიმარჯვა ქუთაისმა და გადავიდა მეორე სეზონის ფინალში. გილოცავთ, მეგობრებო. გილოცავთ. და მე მინდა რომ ხურვალი აპლოდისმენტები დაუკრათ საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლას მთელი სეზონი ჩვენიერი თამაშისთვის, მაგრამ გადაცემას თავისი წესები აქვს და შესაბამისად ფინალში გადის და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლა. ბექა, ლუკა და ბექა. ვერასდროს მასწავლი ჩქუას